ფილმი და მთავარი როლის შემსრულებელი ლეონარდო დიკაპრიო ერთდროულად იყვნენ ოსკარზე წარდგენილი. ლეონარდო თავისი შესრულებით ნამდვილად იმსახურებდა ოსკარს, ფილმი კი ნაკლებად. ლეონარდომ ვერ, ფილმმა კი აიღო ოსკარი. აშკარაა, რომ მე და ოსკარების აკადემია დიდად ვერ დავემთხვიეთ ერთმანეთს. პირველივე წუთიდან საინტერესოა. უпростоრად პირველ წუთებში აღმოჩნდა საინტერესო. შემდეგ ცოტა მდორედ განვითარდა მოვლენები. რაღაც მომენტში უაზრო გახდა. უყურებ და ვერ იგებ რა არის ამ ფილმის სათქმელი. ამ დროის განმავლობაში მთავარი პერსონაჟი თითქმის არ ჩანს. თუმცა მერე ნახტომი გვაქვს წლების შემდეგ და იქიდან უკვე კარგი სიუჟეტი ვითარდება. ლეონარდომ თავისი როლი შეასრულა სასწაულად და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი საყვარელი მსახიობია. ისე ითამაშა კინაღამ დაბიჯერე, რომ რეალურადაც ეგეთია. სხვა თუ არაფერი ჯერ მარტო ამის გამო ღირს ნახვა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა მოლოდინები დიდად ვერ გამიმართლა, არის მაინც დასამახსოვრებელი სცენები და საკითხები, რომლებიც უნდა განიხილო. ბრძოლა თავისუფლებისთვის, ერთობა, შურისძიება, პასუხისმგებლობა. არის რაღაცები, რაც გაურკვეველი რჩება და თან მნიშვნელოვანია. ქალი, რომელიც იბრძოდა შეუპოვრად, მიდიოდა ძალიან დიდ რისკზე, არ იხევდა არასდროს უკან, უცებ სად გაუჩინარდა, როგორ გააგრძელა ცხოვრება, რჩება კითხვითი ნიშნის ქვეშ. ზოგადად, მთელი ფილმის ყურების დროს დანაკლისი გაქვს. შეიძლება ეს მთავარი ინტრიგაა და სპეციალურად დატოვეს ღია, რომ იფიქრო და შენეული ახსნა მოუწებნო. ფილმის სახელია ბრძოლის შემდეგ ბრძოლა. თქვენ რას ფიქრობთ ამ ფილმთან დაკავშირებით? გამიზიარეთ კომენტარებში. ვისაც ჯერ არ გინახავთ, ოსკაროსანი ფილმია და აუცილებლად უნდა ნახოთ. ფილმის მოსანიშნად შეინახეთ ეს ვიდეო. მადლობა რომ მიყურეთ, მეტი რეკომენდაციისთვის გამომიწერეთ.